გამარჯობათ. ეთერშია ინტერნიუსის საინფორმაციო გამოშვება. სტუდიაშია ეკა თულოევი. გუშინ პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული აქტის მოწყობა ავტობუსში, რასაც შედეგად მოჰყვა ერთი ადამიანის დაღუპვა. დაიჭრა 15. მოქმედება დაიწყო, როცა პოლიციამ გააჩერა ქუთაისიდან მარნეულისაკენ მიმავალი ავტობუსი, რომელშიც აღმოაჩინეს ხელყუმბარით შეიარაღებული კაცი. ინტერნიუსის კორესპონდენტი ლაშა ბერულავა მოგვითხრობს ამის შესახებ. ავტობუსში 51 ადამიანი იჯდა. იგი ჩვეულ მარშრუტს ასრულებდა, მაგრამ ერთ-ერთმა მგზავრმა საგზაო პოლიციის პუნქტთან შემოწმებაზე ამოსული წესრიგის დამცველების თვალწინ ხელყუმბარა F1-ს კაფსულ დეტონატორი მოხსნა და მოითხოვა ავტობუსი დაუყოვნებლად გაეტარებინათ რუსთავის მიმართულებით. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით პოლიციელები იძულებულნი გახდნენ შეესრულებინათ ტერორისტის მოთხოვნა. ავტობუსი გაატარეს და მას ყვალში ჩაუდგნენ პოლიციის მუშაკებით სავსე ავტომანქანები, რომელთა რიცხვი ყოველი 10 წუთის განმავლობაში მატულობდა. წესრიგის დამცველები შემდგომი მოქმედების ბრძანებას სამინისტროდან ელოდებოდნენ. სოფელ ახალ სამგორთან, სადაც ტერორისტმა გააჩერებინა ავტობუსი, პოლიციელებმა სცადეს დიალოგზე წასულიყვნენ მასთან, მაგრამ უშედეგოდ. საკანაში უყოფა შეიარაღებული ადამიანი და რა სიტყვის ეს არის? იჯერ გაუყოლები. ცოტა ხნის შემდეგ ტერორისტმა ერთ-ერთი მგზავრთაგანი ულტიმატუმით გამოგზავნა წესრიგის დამცველებთან. აღმოჩნდა, რომ იგი მოითხოვდა ავტობუსი დაუყოვნებლად გაეტარებინათ სოფელ ბორითამდე, სადაც იგი საკუთარ სახლში თავს აიფეთქებდა. პანიკაში ჩავარდნილი რამდენიმე ქალი ბოროტ მოქმედმა ავტობუსიდან ჩამოსვა. უშიშროების სამინისტროდან მიღებული ბრძანებით ავტობუსი დაუყოვნებლად გაატარეს. ერთ-ერთი თანამშრომელი კი დაძრულ ავტობუსს მოტორთან შეახდა და მწყობრიდან გამოიყვანა იგი. ავტობუსი გაჩერდა. იგი მყისვე მოექცა ალყაში შეიარაღებული პოლიციელების, ნერვიანი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისა და ცნობისმოყვარე მოქალაქეების მიერ. ოპერაციის მონაწილეებმა სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ ამ დროს გაისმა სროლისა და აფეთქების ხმა ავტობუსიდან. პანიკაში ჩავარდნილმა ხალხმა ფანჯრების მინებით ჩაამსხვრია და დაიწყეს გადმოხდომა ავტობუსიდან. კვრის სანაპირო დაჭრილებითა და შოკში ჩავარდნილი ადამიანებით გაივსო. ტერორისტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. ეკმიტანილი 35 წლის გია ტყემალაცია, სოფელ ბორითის მცხოვრები. პოლიციამ განაცხადა, რომ იგი ადრე ნასამართლები არ ყოფილა. ფინანსური ცნობები. თბილისის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დღეს დიდი რიგებია. ახალი კანონის თანახმად ლარი უნდა გახდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. ერთი კვირაა, რაც ლარი მიმოქცევაშია. ხალხის დამოკიდებულება ლარისადმი არაერთგვაროვანია. 25 სექტემბრიდან საქართველოში ფულის რეფორმა დაიწყო. შავბაზარზე კი კვლავ რუსული ფული მეყობს. აქ ვერ ნახავთ ლარს, ვისაც ამ ბაზარზე ულიცენზიოდ ვაჭრობა საკმაოდ სარფიან საქმიანობად ქცევია, ეთყობა ჯერ კიდევ არ სჯერავს ლარის სტაბილურობის. თუმცა ახალი ქართული ბანკის მმართველი იმედოვნებს, რომ ბანკიც ექნება აუცილებლად დიდი ხნის განმავლობაში. ამ რეფორმის გატარებას ხელისუფლება ამართლებს იმით, რომ კუპონის კურსის შემდგომი გამაგრება 42 მილიონი დოლარი დაჯდებოდა მაშინ, როცა ეს თანხა ასევე წარმატებით ხმარდება ფულის ახალ ერთეულს. 5 დღის მანძილზე ბანკებში 7 ტრილიონი კუპონია შემოსული. ოფიციალური კურსით 1 ლარი იყიდება 1 მილიონ კუპონად, ხოლო რუსულ ფულზე ფასი 4200-დან 4500-მდე მერყეობს. სტატისტიკური მონაცემებით მოსახლეობის 90% მხარს უჭერს რეფორმას, ხოლო 10% რუსულ ფულს არჩევს. ბაზარში ხალხის დამოკიდებულება ლარისადმი არაერთგვაროვანია. ბაზარში ჯერ კიდევ ქაოსის უპირს კითხვაზე ვაჭრობენ თუ არა ლარზე, ასე გვიპასუხეს. ვაჭრობ. ჯერ ფულზეს და ლარზეს ორივე შეტაცება. რა თონი ვერთა, რა მინდა ლარი?
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია კუპონის მწყიდველობით უნარიანობას შეშოვის საზოგადოებისათვის იმის დაჯერება, რომ ლარი მყარად დაიცავს თავის პოზიციებს და თუ რამდენად მოახერხებს იგი რუსული მანეთის განდევნას, ამას დრო გვიჩვენებს. კეთილმოწყობის სამმართველოს მუშაკებმა უარყოფითნობა თითქოს და თბილისის ნაგავსაყრელზე ბინადრობს 30-მდე ადამიანი. თუმცა ინტერნეტის კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა ამ კვირაში თავისი თვალით იხილა ნაგავსაყრელის ერთ-ერთი მობინადრე. რესპუბლიკაში შექმნილი პრობლემების გვერდით ქალაქის დასუფთავების პრობლემაც დგას. ჯორჯიან ტრანზოირის ღია ნაგავსაყრელზე ყოველდილით თავს იყრიან ნაგვით დატვირთული ავტომანქანები. როგორც ხედავთ, ნაგავის საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ყრია. ცხოვრებისეულმა პრობლემებმა კი ზოგი იმ დონემდე მიიყვანა, რომ ყოველდილით თავს იყრის ნაგავსაყრელზე, ეძებს სხვადასხვა ნივთებს და პურს ჩვენი არსობისას. ფირმა ჯორჯიან ტრანზოილის წარმომადგენელმა თქვა: განსაკუთრებით პატარაები. პატარა შეიძლება უცებ ითვისოს საავადმყოფო რამე ისეთი შეხვდეს. და დიდი მაინც დიდი არის და ადამიანები არა მარტო ნაგავსაგროვებენ, არამედ მასში ცხოვრობენ. ეს პიროვნება ნაგავსაყრელის მუდმივი სტუმარია. ტელეკამერის დანახვაზე თავი უხერხულად იგრძნო და მასთან საუბრის ჩაწერა ვერ მოახერხეთ. ეს კი მისი სასადილო ადგილია. როგორც შევიტყვეთ, აქ ყოველდღიურად 30 კაცამდე იყრის თავს ღამის გასათევად. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გივი რუხაძემ თქვა: ქალაქში დღეისათვის ნაგვის გატანის მდგომარეობა გასულ პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაუმჯობესებულია. სამწუხარო ფაქტია, რომ ალბათ ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც იქ არიან მისულები, ასეთ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მე დავუკავშირდები რასაკვირველია მათ წარმომადგენლობათა ჩვენს გავართ ადგილზე და ვნახავთ იქ შექმნილ სიტუაციას და დამინტერესდებით იმ პიროვნებებით, საერთოდ რატომ არიან ესენი იქ მისულები. ჯორჯიან ტრანზოილის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სანამ სახელმწიფოში დისციპლინა არ იქნება, პრობლემები ვერ მოგვაწვდება. საქართველოში ცხენოსნობა სპორტის უძველესი სახეობაა. თბილისის სახელმწიფო ჰიპოდრომს, რომელმაც 3 წლის შესვენების შემდეგ კვლავ განაახლა მუშაობა, მრავალი პრობლემა აქვს გადასაჭრელი. ჟურნალისტი თამარ ხონელიძე მოგვითხრობს. თბილისის იპოდრომი არსებობის 50 წელს ითვლის. ამ სარბენ ბილეთზე მრავალი მხედარი და ოსტატებული. ქართველებს წინაპართან მოსწონთ ცხენის სიყვარული და აქ გამართულ დროებს მაყურებელი არასოდეს აკრია. ამ ცოტა ხნის წინ ყველაზე დიდი პრიზის დერბის გათამაშებას 3000-მდე ცხენოსნობის მოყვარული ესწრებოდა. არც აზარტული მოთამაშეები ტოტალიზატორს. მინიმალური ფსონი 5000 მანეთია და მოთამაშემ პირველ 3 ადგილზე გასული ბედაური უნდა გამოიცნო. ზოგში 18 წუთა ინგლისური სისხლის ცხენი მონაწილეობს, რომელიც სხვა 200 ბედაურთან ერთად ულარის ცხენსაშენში იზრდებიან. მხედრების უმრავლესობა მათი გამწრდელები არიან. ეს გამარჯვებული მხედარი კი დავით კალანდაძეა. 12 წლიდან მუშაობს იპოდრომზე. მისთვის ცხენების სიცოცხლის ნაწილია და მის სურვილებშიც იპოდრომზე სრულმას ჩანს. მეტი პირობები თუ იქნება, პირველ რიგში საკვები იქნება ცხენის ყველა. წრე ნორმალური, სავარჯიშო პირობები. და რასაკვირველია გაუცხენებ. ცხენოსნობა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. თბილისის იპოდრომი კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი იპოდრომთა სამეულში შედის. დღევანდელ დოხს ქალაქის მრავალი სტუმარი ესწრებოდა და მართლაც რომ სამწუხაროა, რომ ჩვენი იპოდრომი დღეს ესეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. 50 წლის მანძილზე შენობამ ამორტიზაცია განიცადა. ტოტალიზატორით შემოსული თანხა თელიფსონის 30%-ით მხედართა დაჯილდოებას ხმარდება. ვინ უნდა დააფინანსოს ეს ზოლთაძველი ქართული სპორტი? ამ კითხვაზე იპოდრომის ადმინისტრაციამ ასე გვიპასუხა. იპოდრომი თუ შესაბამისი დახმარება იქნება საკუთარი სახსრებით და შესაბამისი ინვესტიციების დახმარებით, ალბათ შეძლებს, რომ მომავალში დამოუკიდებელი და ძლიერი ორგანიზაცია გახდეს, მაგრამ აუცილებლად სახელმწიფო დახმარებითა და კერძო ინვესტორების მოზიდვით. და ბოლოს, ალბათ გამოუშვდება იპოდრომს ქომაგი და თბილისის შესძლებს საერთაშორისო დონის შეჯიბრებებსაც უმასპინძლობს.
თავისუფლების სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში პრემიერაა. ჩვენი კორესპონდენტი სოსო კოტეროიშვილი მოგვითხრობს დამდგმელ რეჟისორ ასიკო გამსახურდიაზე. მსახიობები ხვალ პირველ პრემიერას ითამაშებენ. ასიკო გამსახურდია, რეჟისორი, აქტიორთა მრავალი თაობის აღქმული, სპექტაკლი ანტიგონე, სტუდენტებისა და რეჟისორის 4 წლიანი შრომის შედეგი. იგი თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ხდება. 3 წელი გიორგი ტოსტონოგოვის ხელმძღვანელობით ეუფლება რეჟისორის ხელოვნებას. სწავლას მოსკოვში, ცნობილ პედაგოგთან პროფესორ პეტროვთან აღზევს. იწყება რეჟისორის რთული და საინტერესო კარიერა. სადიპლომო სპექტაკლს სოხუმის თეატრის სცენაზე დგამს. ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედს ფოთის თეატრის მთავარ რეჟისორად იწვევს. არ არსებობს ესე იგი რეჟისორი, არ არსებობს თეატრი, რომელმაც შეიძლება წინასწარ წარმოიდგინოს რა მისი ნამუშევარი, თუ გინდა ღირებულება, თუ გინდა მნიშვნელობა, მაგის გამორიცხული. 2 წლის შემდეგ აკაკი ხორავას თხოვნით უბრუნდება თეატრალურ ინსტიტუტს. ამჯერად როგორც პედაგოგი. თუმცა არასოდეს გაუწყვეტია რეჟისორული მოღვაწეობა. 1962 წელს სპექტაკლ წერუებისათვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო ტიტულს ანიჭება. ანტიგონა, იმიტომ რომ ეს უკვდავი ნაწარმოებია. მეორეც ერთი უკვდავი არის იმიტომ რომ ყველა ეპოქაში, ყველა დროში, მიუხედავად იმისა, რომ 2500 წლის წინათ შეიქმნა, აი დღესაც ცოცხალია. ყველა ქვეყანაში, ყველა დროში მონახავს მაყურებელს. ის ბევრს მოგზაურობს, ბევრ თეატრში მუშაობს. მოსკოვის მოზად მაყურებელთა თეატრი, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მოსკოვის ცენტრალური საბავშვო თეატრის რეჟისორი. 1992 წელს ამერიკაში იწვევდა, სადაც ვაჟიშვილის პიესას მუნჯის სიზმრები, ანუ ქარიმუჩი დგამს. აქაც წარმატება. მე ყოველთვის მიზიდავს ახალგაზრდთან მუშაობა. უცნობი მსახიობი ყოველთვის საინტერესო მასალაა რეჟისორისათვის. თეატრში ყოველთვის იყო თავარი მსახიობი. რეჟისორი მაშინ არის ჩემი აზრით, მაშინ არის ესე, მაშინ შედგება რეჟისორი და მის სპექტაკლი თუ ის აი შეაწყავს მსახიობის ხელოვნებას და რეჟისორის ხელოვნებას. ამჟამად ის კვლავ თბილისშია. ახალი სტუდენტები, ახალი სპექტაკლი და ისევ ახლის ძიება. ეს რეჟისორი ასიკო გამსახურდია. ეს გახლავთ ამ კვირის სიახლეები. მადლობთ ყურადღებისათვის. მე კი ეკათულოები ვარ ინტერნიუსი.